ახლა ფაქტი არის, ამ საქციელით რეჟიმს უბრალოდ ძალიან შეეშინდა. ნიკამ ხმამაღლა თქვა, რომ არაპირებდა გირაოს გადახდას, არც სასამართლოზე მისვლას არაპირებდა. უბრალოდ, რა ვიცი, ვერ გეტყვი, ვერაფრით ვერ ხსნი. ეს კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე დადასტურებული არის, რომ ეს არის ბანდიტური რეჟიმი. ხა სხვა რა უნდა დავარქოთ ახლა. გაიტაცეს ქუჩიდან ადამიანი, რის გამო, იმის უნარიც კი არა აქვთ, რომ ეცლია თქვა 12 საათამდე ან სახლში მისულიყვნენ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობთ, რომ თავიდან ბოლომდე რეჟიმი არის დანგრეული, ეს არის ჩამოშლილი, აქ უბრალოდ არაფერი არ იქნება, უბრალოდ მინდა თქვენი ეთერის საშუალებით, ახლა ვიცი ზუსტად, რომ ქართული ოცნების მომხრეები გაცილებით უფრო მეტი უყურებს თქვენ აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენი პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, რომ ეს თქვენ შეგეხებათ, თქვენ შვილებს შეეხებათ, ეს მარტო, ეს პოლიტიკოსები იცით ვინ არის, თქვენი შვილების მომავალზე ზრუნავენ. ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ, ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრ თქვენთანგან მაქვს შეხება. თან ყოველდღიური, რომელსაც თქვენ თვითონ არ მოგწონთ ეს რეჟიმი. გამოდით, სანამ გვიან არ არის, იმიტომ თქვენ შვილებს, გაფრთხილებთ რა, ზუსტად იცოდეთ, შეეხება ეს ყველაფერი, ყველამ ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა და არა ის რაღაცა თქვენი მოგონილი დიპ სტეითები და არ ვიცი, ბიგ მაკები არის თუ ბიგ სტეითები თუ რაღაც სისულელეები.